და ახლა რობი უილიამსის გრანდიოზული შოუ და სრული ანშლაგი დინამო არენაზე მსოფლიო ვარსკვლავი ქართველ მსმენელს სპეციალურად შერჩეული რეპერტუარით შეხვდა. შოუს არც სიურპრიზების გარეშე ჩაუვლია. სანამ სცენაზე გამოვიდოდა რობი უილიამსი მსმენელს ეკრანზე წარწერებით მიესალმა. სულ რამდენიმე წუთში კი ბრიტანელი მუსიკოსი სცენაზე გამოვიდა და პირველი სიმღერა Let Me Entertain You შეასრულა. Allow me to introduce myself. I am Robbie fucking Williams. საკუთარი თავის იუმორით წარდგენის შემდეგ ქართველებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მთელი კონცერტის განმავლობაში რობი უილიამსი მსმენელს სცენიდან ესაუბრებოდა და მათ გამხიარულებაზე ზრუნავდა. მოულოდნელი აღმოჩნდა თავად მუსიკოსისთვისაც ქართველი მსმენელის ესეთი ენერგიული დახვედრა. Sensational. ქართველი მსმენელი იყო სენსაციური და ძალიან გულუხვი. იმის გათვალისწინებით, რომ მე აქ არასოდეს ვყოფილ ვარ, ჩემთვის ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ყველას ეცოდინებოდა ჩემი სიმღერების ტექსტები. კონცერტის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი ჩავარდნა. მუდმივად იგრძნობოდა აუდიტორიის ენერგეტიკა. ეს იყო ჩემი პირველი კონცერტი ბოლო 7 თვის განმავლობაში და საკმაოდ ნერვიულობდი. მაგრამ როგორც კი სცენაზე დავდექი, ქართველი მსმენელი ძალიან დამეხმარა. ეს იყო გამოცდილება, რომელიც ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში. ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები თქვენთან დაბრუნებას და კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრას. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მუსიკოსმა ყველა თავისი ჰიტი მსმენელთან შეთანხმებით შეასრულა. განსაკუთრებული ემოცია კი ბრიტანელი მომღერლის ერთ-ერთმა სიმღერამ ფილმა გამოიწვია. სწორედ ამ დროს დინამო არენაზე ლაზერ შოუ გაიმართა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე რობი უილიამსმა საკუთარ მამასთან ერთად ერთი სიმღერა დუეტში შეასრულა. კიდევ ერთი სიურპრიზი, რომელიც მომღერალმა დამსწრე საზოგადოებას მოუწყო, ქართველი მსმენელი სცენაზე აყვანა იყო. რობი უილიამსმა მარის She's the One მუხლებზე დაჩოქილმა მიუძღვნა. დინამო არენა მუსიკოსმა დაახლოებით საათნახევრიანი რეპერტუარის შემდეგ დატოვა. აღფრთოვანებულები იყვნენ კონცერტით უცხოელი სტუმრებიც. საოცარი შოუ იყო. რობი ძალიან მაგარი მუსიკოსია. ვფიქრობ თვითონაც ბედნიერი იყო აქ ყოფნით, იმიტომ რომ სულ იღიმებოდა. ყველამ ძალიან კარგი დრო გავატარეთ. აუგიჟდი გადავირი და ძალიან კარგი იყო. ეგეთი კონცერტი საქართველოში არ ჩატარებულა. ოღონდ მართლა ვიძახი. ძალიან მაგარი ხმად დავყარგები ტილები წივლებ. კი, ძალიან შემიყვარდა უფრო. საქართველო არა მხოლოდ დაჩეკინდა მსოფლიო კალენდარზე, მსოფლიო მუსიკალურ რუკაზე, არამედ დღეიდან ფხინავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მომდევნო ასეთი დიდი ღონისძიება კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგვიტანს. რობი უილიამსი საქართველოში ჩექინ ჯორჯიას ფარგლებში ჩამოვიდა. მსოფლიო დონის ვარსკვლავმა საქართველო გამთენიისას დატოვა. ქართველ მსმენელს კი საქართველოში ახლო მომავალში დაბრუნებას დაპირდა.